ერთმა წუთმა საქართველოს ახალი აღიარება მოუტანა. ახალგაზრდა ქართველმა ატლეტმა გიორგი ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე 60 წამის განმავლობაში 157 აზიდვა შეასრულა. 16 წლის სპორტსმენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოცუბიძის ფერდობსა და ბაჟაფშაველას კვარტალებში ზაურ დოლიძის აღმოჩენაა. ძალიან ბევრჯერ კიდევ ქართველიერი გაიხარებს იმ რეკორდებით, რომელიც დღეს ვნახეთ. მარტო არა ასეთ სპორტში, სხვადასხვა სპორტში და პირველ რიგში უნაცავს მათ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს კარატეში. სამი თვეა სულ ვარჯიშს დაუყავილის დრო და ძალიან მოხარული ვარ ღმერთის წყალობით, მივაღწია ამას და დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზაურ დოლიძეს ხარდაჭერისთვის. ესე გიორგი ბასილაშვილმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი. შვეიცარიელი სპორტსმენის ივან დე ვებერის შედეგი შეცვალა 157 ჯერ შეასრულა. წინა შედეგი იყო 120 მოძრაობა. მარჯვენა ხელზე, ესე იგი, მიიზიდა გიორგი ბასილაშვილმა შვეიცარიელი ივან დე ვებერის 9 წლის წინ დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება 37 ჯერ აზიდვით შეძლო. ქართული რეკორდსმენი კარატეში საქართველოს ჩემპიონიცაა.